სხვადასხვა ინფორმაციით რუსეთი სისტემატურად ადანაშაულებდა ჩინეთს სამხედრო ტექნოლოგიისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში. მაგალითად, ჩინეთის J11B გამანადგურებელი თვითმფრინავები ვიზუალურად და ფუნქციურად თითქმის იდენტურია რუსეთის Su-27-ის. ასევე ჩინეთის HQ-9 საჰაერო თავდაცვის სისტემა ძალიან ჰგავს რუსულ S-300-ს. ზოგადად, ჩინეთის საბრძოლო აღჭურვილობა საოცრად წააგავს რუსულს თავისი დიზაინით, შიდა სისტემებით და ტექნოლოგიებით. ისტორიულად, ჩინეთი ყიდულობდა რუსული სამხედრო ტექნიკის მცირე პარტიებს, შლიდა ნაწილებად, იკვლევდა სტრუქტურას და შემდეგ იწყებდა საკუთარ ანალოგებზე ზრუნვას. 2019 წელს რუსეთის სახელმწიფო სამხედრო გიგანტის როსტეკის ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების ხელმძღვანელმა ევგენი ლივადნიმ საჯაროდ განაცხადა, რომ 17 წლის განმავლობაში რუსეთმა ოფიციალურად დააფიქსირა ჩინეთის მიერ რუსული ტექნიკის უკანონო კოპირების 500-ზე მეტი შემთხვევა. 2000-იან წლებში ჩინეთი რუსული იარაღის ერთ-ერთი უდიდესი შემსყიდველი იყო, ზოგჯერ მისი იმპორტის 80%-ზე მეტიც კი პირდაპირ რუსეთიდან მოდიოდა, მაგრამ როგორც კი ჩინელმა ინჟინრებმა საკუთარი მოდელების აგება ისწავლეს, ყველაფერი შეიცვალა. 2010 წლის შემდეგ ჩინეთის მიერ იარაღის საერთაშორისო შესყიდვები საგრძნობლად დაეცა და რუსული იარაღის იმპორტიც დაახლოებით 80-დან 60%-მდე შემცირდა. ანუ რუსეთმა დაკარგა უმსხვილესი კლიენტი და თან შეიძინა კონკურენტი. თუმცა რუსეთი ვერ შეაჩერებს ჩინეთისადმი ტექნიკის მიყიდვას, რადგან ეს მისი ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა სანქციების პირველი ტალღა წამოვიდა, პუტინმა ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის ჩინეთს მიმართა და ამ მხარდაჭერის ნაწილად იარაღის გაყიდვებიც იქცა. უკვე 2015 წელს რუსეთმა ჩინეთს მიყიდა S-400 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და Su-35 გამანადგურებლები, რადგან მოსკოვს ჩინეთთან პარტნიორობა მეტოქეობაზე მეტად სჭირდება.